ეხლა უტარებ ყველაზე საფრთხო მოსწავლეს გაგვეცს ცოტანელა. ყველაზე საფრთხო მოსწავლეს გაგვეცს რა, შენოლდი და მინდა რომ თან გადავიღო კადრები. ნახოთ რა გამოვა. იმ ტრეილერზე აპირებდა გადაჯდომას, მაგრამ მე გადაიფიქრა მოკლედ. წათი, გაზი. აი ეგ. მე კიდე აკრიფესი ჩქარა, თან სარკეში გაიხედა, მანქანები მოგიდროდნენ უკვე. აქ ნახე ორი ზოლია, მარცხენა ზოლში იმოძრავე. არ გაჩერდა. აჰა. ორი ზოლია აქ, მარცხენა. სულ ყოფილად ერთ კონკრეტულ ზოლში. აი ეგ. გას მიაჭირე ფეხი. აი ეგრე. ნახე, აქაც ზოლია, უბრალოდ საპარკინგო ადგილები არ არის და მანქანები უბრალოდ უყენიათ მან რა. აკრიფესი ჩქარა. აი ეგ. ყურადღებით უნდა იყო, რომ იქით მხარეს კი არა, აქით მხარესი არა უფრო რა, იმიტომ რომ ანუ როგორ გითხრა, შენოლდი ცოტა. გააგრძელე პირდაპირ სიარული. აი თითქოს ზოლი ხო არის აქ შუაში გამყოფი და მაგ ზოლზე არ უნდა იარ. პარალელურად იმ მანქანებთან ახლოს ისედაც არ უნდა მეხვი და ეგ ისედაც იცის დაპარკინგებულ მანქანები. ეხა შენ გადაღების დროს თუ კარგად გაატარე, მე მთელი ცხოვრება გადაღებაში გამყოფ. იმოძრავე, სარკეებში იყურე, რა? როგორ? ღირსი ხარ არაფერი შეგვიძლია. ვიცი რომ ღირსი ვარ, ძირითადად ეგრე შვებით ხოლმე ყველა გადაღებისთვის არა. ძირითადად გადაღების დროს არც ერთს არაფერი არ ეშლებ. ცოტა მარჯვნივ. მაშინ არაჩვეულებრივი იყო რამე? შენოლდი ცოტა ნუ ჩქარობ. კომპიუტერი გეტყვის 50 მეტრში გთხოვთ, მოუხდეთ მარჯვნივ. ეხლა გეტყვის მალე გთხოვთ, მოუხდეთ მარჯვნივ და მალეზე ჩართავ პავაროტნიკს. ხო. საითაც გითხრა მაგას. შენოლდი ცოტა. შენოლდი. უფრო შენოლდი. არ გააჩერო. კინაღამ დაგვეჯახა უკან აი ეს მერსედესი. მოუხდე მარჯვნივ. საითაც გაქვს პავაროტნიკი ჩართული იქით, გას მიაჭირე ფეხი. აი ეგ. ნუ ჩვენი პრობლემა არ არის ის ძმა ეხა თუ ვერ ხედავს სასწავლო ნიშანს, მაგრამ შენ მაინც მკვეთრად არ დაადგა ფეხი და დაამუხრუჭე ნელა, დორეთ და მშვიდეთ. არ გააჩერო მანქანა. შენი გზა არის მანდ რეალურად. გას მიაჭირე ფეხი. აი ეგ. იმოძრავე, აი ეგ. ზოლს გაყევი მარცხენასვე, მოუხვია, ნელა. არ გადაკვეთო ზოლი ისე, ნელა იარა და ყურადღებით იყავი აქ ქვეითების დადიან. ეწევი იმ მანქანას ძალიან. მარჯვნივ მოუხვიე. აჰა, გაასწორებული. აი ეგ. როდის ვიყიდი სამაგს ტელეფონის. ნელა იარა. ნელა. გას მიაჭირე ფეხი. გაზი. აი მეს. ეს უნდა ამოვწიო თორე. კონდიციონერს ჩავთ. შენოლდი, უფრო შენოლდი. მოგეწონა როგორც გააჩერე, დააკვირდი რა ახლოს ხარ. გაზი. როგორ? ანუ უკანა საბურავებს ხო უნდა ხედავდა? ლეგოს ასფალტს როგორ ეხება, მაგას უნდა ხედავდა მაგ უკანა საბურავებს. ნელა იარა. შეანელე ავტომობილი, არის ჩქარო. წადი ისევ. მარცხნივ პავაროტნიკი ჩართე, იმიტომ რომ მარცხნივ მიდიხარ. ცოტათი შენოლდი, ახლოს არ მიხვიდი. მიადე ტორმოს უკვე ფეხი. ახლა მანქანა თუ ჩერდება, ბოლომდე ფეხის დაჭერა აღარ უნდა მოხდეს რა. ანუ რომ მიადე ფეხს, თუ ჩერდება, უეჭველი გაჩერდება. დაძაბ. და მკვეთრი აღარ გამოგივა მოხდეჭი. რო არ გააჩეროს? როგორ არ აჩერებს? აუშევა შენ გასფეხი. ნახე, მივადე ფეხი, ჩერდება. სო? იმის იქით თუ ჩააჭირე, იქით სადღაც. მაგ დროს არის მკვეთრი მოხდეჭი. აუ, წინ საცობი რატოა? გაასწორებული. ზეთქვეითა გადასასვლელზე არ გააჩერო. მოვიძახდი რომ ყველაზე საფრთხო მოსწავლე. მეთქი. მაგრამ ანუ სხვათა შორის ძალიან ბევრს სწავლობ ხოლმე, სხვა ინსპექტორების არაფერი ვიცი, მაგრამ ასეთი მოსწავლეებისგან დაძარი მანქანა. ყველაზე მეც ძირითადად ასეთი მოსწავლეებისგან ვსწავლობ და ანუ მუღამიც ასეთი მოსწავლეებისთვის მაქვს ხოლმე უფრო რო ჩაუტარო გაკვეთილები და რთულები რა. თან ამაზე უნდა იყოს, ისე არ გამოვსხანაირი. ნახე, როცა საცობია შეეცადე გაზის პედალს ძალიან არ მიაჭირო ფეხი, რომ ხო, გაჩერებას რომ მარტივი იყოს რა.
საცობი შენ გამოცდაზე იმდენად არ შეხვდება, იშვიათად არის ხოლმე. სად გადიხარ გამოცდაზე? თელავში მით უმეტეს არ იქნება საცობი, რაღაც ისეთი შეფერხება თუ არ შეხვდება, მაგრამ შეიძლება გზაზე ცუდად გაჩერებული მანქანები შეხვდნენ და მასეთ რაღაცებსაც ვისწავლით გვერდი როგორ აუვაროთ რა. აუცილებლად. ეს ანუ ისე რატო იყურები თითქოს? მართლა? აი, ცოტა ხანი დავაპაუზებ ხა. ეხლა ამ შუქნიშანში მწვანე რო აინთება, უკიდურეს მარცხნივ უნდა შევუხდეთ, ოღონდ უკიდურეს მარჯვენა ზოლში უნდა შევიდეთ რა. ოკეი. დათი. მიდი. ჩართე. ნელა. არ გააჩერო, გაზს მიაჭირე ფეხი. გაზი. აუ უკიდურეს მარჯვენა ზოლში შევედით. მოუხვია. აი მას. ეხლა გაასწორე რული, ნუ ეჭიდავები ხოლმე, რო იცი ის. აი, იმოძრავ. ნახე რა მაგარი BMW. Oh yeah. ზოლში იმოძრავე. წინ წრიული მოძრაობაა და წრიულ მოძრაობაში გვინდა რომ მარჯვნივ წავიდეთ. კი, გას მიაჭირე ფეხი. ძალიან ნელა მიდიხარ მოძრაობას აფერხებ. ეხლა მოსახვევში აჩქარდები ჩემი აზრით, ხო? ჩართი მარჯვნივ პავაროტნიკი. მოხვევის მაშუქი სიგნალი. I'm sorry. იმოძრავე. იქით ამ ხარეს უყურე. შენელდი და მოუხვი. მოუხვი კარგად მარჯვენავე ზოლში უნდა შემოხვიდე, გაასწორე საჭე. ჩართი მარცხნივ პავაროტნიკი. გაზი. თუ გავჩერდით რა გამოვიდა გაზი? არ უნდა გაჩერდე. აი ეგრე. თორე დაგასრო ყველა ზოლში გადოს. გათი შემოხვევის მაშუქი. გას მიაჭირე ფეხი უფრო. მიდი. გააქვს კიდე სიჩქარისთვის ლიმიტი გვაქვს, ასე ვთქვათ 45 შეგვიძლია ვიაროთ. აი ეგრე. იმოძრავე. ჩართე მარჯვნივ პავაროტნიკი. არ გაჩერდე, გას მიაჭირე ფეხი. თუ გაჩერდი უკნიდან რაც მოდის, აი ეგ სარკეში დააკვირდი, ეგ დაგვიჯახება. აწი აღარ გინდა პავაროტნიკი რა. აი ეგ გას მიაჭირე ხა ფეხი. მიდი, გაზი. აი ეგ. ახლა თუ გაჩერდი მანქანით, ზოლში მანქანა რაც მოდის, სადაც გადასვლა გინდა, ეგ მანქანა გეჯახება და შენელდი ძალიან აჩქარებული ხარ. ამიტომ შენ უნდა შეანელო მანქანა და გამოატარო, ან სიჩქარე არ დააგდო ჩართე პავაროტნიკი, ხედავ რომ მანქანა შორს არის, სიჩქარის დაგდების გარეშე გადადიხარ ზოლში. ნელაი არა. მომენტი ნუ გაქვს ისეთი რომ ავჩქარდი გავაჩერე, ნდორედი არა. მიაჭირე გასფეხი. აქ ხო გაჩერება აღარ გინდა. მარჯვნივ მოხვევის მაშუქი, გას მიაჭირე ფეხი. და მარჯვნივ უნდა ჩავუხვიდე. შენელდი ცოტა. ოყურე, აი მუღამი დაუჭირე ხა. წარმოიდგინე. სწორად მიდიხარ, შუქნიშანში მწვანე გაქვს. დააჩერებ მანქანას. და შუქნიშანზე გადახვედი, მოსახვევი გაქვს მკვეთრი. და მან იმაშები რა ქვია, აჩქარებ პირიქით. სწორია? როგორ უნდა გააკეთო? შუქნიშანზე გაიარე სწრაფად, შედარებით მიაჭირე გას. ხოლო მომენტში, როდესაც მოსახვევი გაქვს, უნდა შეანელო. იმოძრავე. წინ ბუგაროკია 20 ნაკლებით უნდა გადაიარო, პლუს ქვეითა გადასასვლელია, მაინც უნდა შეანელო. აი ეგრე. შეანელე. აუში. ტორმოზით არ გადახვიდე და არ იქნება ხმაურიანი გადასვლა. გაზი. აუარე გვერდი, ცოტა მარცხნივ გაწინე მანქანა. აი ეგრე, გასწორდი ზოლში. გაზი. შეანელე სვლა. იქიდან მომავალი მანქანა გაატარა, შენელდი. წადიხ, აუარე გვერდი ოღონდ. არა, ეს ჩაჭრაა. ნახე ძალიან ახლოს არა. გას მიაჭირე ფეხი. უნდა აუარო გვერდი რა, ანუ უნდა გადახვიდე ზოლში სრულყოფილად და აუარო გვერდი. და მე პარალელურად მაგას ნელ-ნელა მივამატებთ უკვე პავაროტნიკებსაც, ანუ მოხვევის მაშუქებს. მიდი იმოძრავე. მიდი იმოძრავე, გას მიაჭირე ფეხი. გაზი. აი. შეანელე მოძრაობა ძალიან ჩქარიც არ გინდა. შენელდი. არ გააჩერე. გვერდს აულით ისევ, დროულად ოღონდ გას მიაჭირე ფეხი. შემოხვალ შენ ზოლში. გაასწორებ საჭეს და წახვალ პირდაპირ. მიდი. პირდაპირ.
გას მიეჭირე ფეხი. პირდაპირ. გზას გაყევი. მოუხვია. აქ ყველა მოსწავლე რატო იბნეო? შენ აუყურე მოსახვევში. გას მიეჭირე ხა ფეხი ცოტა. მოუხვია. აჰა. გაასწორე საჭმან ცოტა მარცხნივ. ბარდეულზე ხარ ნახე ჩათვალე ძალიან ახლოს გაზი. ეხა სარკეში გაიხედე და გახედე რამდენი მანქანა მოყვება. შენი აზრით რატო? შეანელე არა, შეანელე წინ ბუგაროკია. მარტო შეფერხებაზე არ არის, არა პროგნოზირებადი ხარ, არავინ არ იცის, რას გააკეთებ რა, გაზი. და ანუ გვერდის ავლის ეშინიათ. ხვდები? ანუ პროგნოზირებადი უნდა გახდე, უნდა იცოდე სად მიდიხარ, უნდა მიხვდეს სად მიყავს მანქანა. თვითონ უკნიდან მომავალიც უნდა მიხვდეს რას აპირებ და რას იზამ რა. იმოძრავა. გაესწორე საჭა. არ გააჩერო. გაზი. სარკეებში იყურე თან. დაგრჩა მანქანა მარცხნივ მოხვეული საჭით. აუ არე გვერდი არ უნდა გაჩერება. გაზი. 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 ახლა სწორი. ეხა მოსახვევთან მიხვალ და მე შეანელე. არ უნდა ძალიან ჩხარა, ანუ ძალიან ნელა მიდიოდი წერა. 40-45 აკონტროლა. აუში 40 ფეხი. წინ წრეულზე გვინდა მობრუნება რა. ჩართე მარცხნივ პავაროტნიკი. შეანელე ავტომობილი. აჰა, ნელა იარე უფრო. არ გააჩერო. გაიხედე მარცხნივ. მანქანა მოდის თუ არა, იმოძრავე გას მიეჭირე ფეხი ახლა. უნდა მოვბრუნდეთ იმავე გზაზე. აქედან უკვე გზა უნდა დაგითმო. მოუხვიე. ნელა. უნდა მოვბრუნდეთ. გას მიეჭირე ფეხი. როგორ არ მithქოს, ჩაწერილი მაგთან აგითხარი, წადი პირდაპირ. გაასწორე როლი. ოყურე მოუხვიე მარცხნივ თქო კი არა და ნელა. ცოტა. ნელა აქ ნახე ორმოებია და ყურადღებით და ნელა. აი ეგ. წადი პირდაპირ. უნდა მოვბრუნდეთ თქო. მობრუნება არის იმავე გზაზე უკან დაბრუნება. გას მიეჭირე ფეხი. როდესაც კომპიუტერი გეტყვის ორჯერ რომ მოუხვიო, ესე იგი უკან უნდა მოვბრუნდეთ რა. მაგ წესებს კიდე ისწავლი გზაში ნელ-ნელა, დაგიმატებ. მიდი. წავედით, დამეღალა ის ხელი ახითა. ეხლა რას აპირებ, ჩემი ხელი რო არ დაგეხმარება მან საჭესთან. აჰა. всё. შენოლდი 20-ზე ნაკლებით უნდა გადახვიდე ხოლმე მან და არა ტორმოზით. მაინამდე აჩერებ, გადადიხარ და მე კრებს სიჩქარეს. მოდი ახლა დაგეხმარები მე რა. ანუ ყველას ეგრე გაქვთ ეგ გათვლილი რომ თითქოს ზედ ბუგაროკზე ტორმოზით უნდა გადავიდეს მანქანა. რეალურად ტორმოზით ან გაზით გადასვლა არის ბევრად უფრო ხმაურიანი რა. უმჯობესია რომ საერთოდ პედლებიდან ფეხი ავიღოთ. აუში ტორმოზ. ნახე, გაინახებ, შევანელოთ. აჰა. შევნელდი. აუში და ნახე. წადი გაზით. კარგია? წინ შეეცადე რომ იგივენაირად გამიგეთო. ძალიან ადრე დაიწყე გაჩერება, მაგრამ შეანელე უკვე დრო არ. აუში ტორმოს. მიდი. ეხლა მე მომისმინე და ისე გააკეთე ტორმოზის პედალს ნუეძებ გაზი ჯერ. აუში გაზ, შეანელე ტორმოზით უკვე დროულად. დააგდე სიჩქარე. აუში ტორმოს. აუში სკრინი შევიდა, მაგრამ მიეშო. მიდი. გაყევი გზას. მოსახვევია და ძალიან არ უნდა აგიჩქარდეს, გას მიეჭირე ხა ისევ. იქით უნდა წავიდეთ, ხო? გას მიეჭირე. ნუ ძალიან არა, წაიყვანე მოსახვევში. აი ეგ. აჰა, აი ცოტა მარცხნივ გაწევი და ბორბლებს შორის მოიქცევა ეგ უგაროკი და იქაც მოიქცე ბორბლებს შორის. შენით აბა? ეგრე რა, მაგარი ხარ. წავედით. და მე აი ამ ტარებას რო შეადარებ რა, აი ხა გადაღებული რაც ამაკ.
ბოლო შედეგს გაზი. იქნება კარგი. ჩათვალე დაფიქსირებული გექნება რა. მანამდე არ გამოჩნდება მოსწავლე, სანამ კარგად არ გაატარებს მანქანას. წავედით მარცხნივ, წინ დააკვირდი მარცხნივ გაყევი გზას, წინ დააკვირდი როგორი ორმოებია მარჯვენა მხარეს რა. მაგ ორმოებში არ უნდა ჩავხდეთ არავითარ შემთხვევაში. ნახეთ, ცოტა მარცხ. არა უშავს, ანუ ორმოში არ უნდა ჩახტე. ეთქვი რომ შეანელი. რომელ ზოლზე ხარ ჯერ გადასული იქ მითხარი? მანქანის მიერ ის ტალახით დახაზულ ზოლზე? აქ ზოლი არა გაქვს დახაზული. ცოტა მარცხნივ იყო მან დადგილი და თავისუფლად გახვიდოდი. აი ეგ. ეხა იქ შეანელე, ნახე რამ ხელა ორმოა, ტორმოზით ჩადი. აუში ტორმოს ახლა, აი ეგ. აი ეგ, ეხა წადი გაზით. მაგრამ იმ ხელა ორმოში თუ ჩახტი რომ როგორ გითხრა? ხო, ვერ ამოვედით. ჩათვალე რომ ანუ ჩაგჭრიან გამოცდაზე და ფიზიკურად ანუ მაგას მასით რაღაცებსაც აკიხსნა, მაგ დროს უნდა აუხსნა იმას გამომცდელს, რომ ორმოა და სხვანაირად ვერ გავივლიდი და ასე შემდეგ რა. გაზი. ესე იგი, მოვედით მუხიანში, ჯერ ცოცხლები ვართ, ცოტა მარჯვნივ გამოიწია. ნონიშულზე, ისე არა რომ ახლოს ჩაუვარო, ხო? მაგრამ ორზოლიანი მოძრაობაა. შუაში არიან. წინ დააკვირდი, იქ მანქანებს ხო ხედავ. ჩართე მარცხნივ პავაროტნიკი, გაიხედე სარკეშიდან და გადაწია მანქანა თუ არავინ მოდის. გასწორდი ზოლში, შეანელე მანქანა, შენ ზოლში შემოვიდა ბებო. გათიშე პავაროტნიკი. გაგწდება თუ არა, არ გააჩერო. არა, გაზ. ზოლს, ანუ გაცდება თუ არა, შეგიძლია წახვიდე უკვე რა, მაგას ხომ მწვანე არა აქვს. გას მიაჭირებ ახლა. ამასაც ზოლზე რო გაგწდება, ქვეითა გადასასვლელზე არ გადადის, შეგიძლია გააგზავნო მოძრაობა რა. იდექი მაგავე ზოლში, რომელშიც გახარ, სარკეებიც აკონტროლე, ნახე აი ის ქვეითა გადასასვლელზე გადადის, ხედავ? მაგას უნდა დაუთმო უკვე ბარდიულიდან ბარდიულამდე. გაჩერება არ უნდა ავიდა უკვე, ნახე? გაზ. ანუ ძირითად შემთხვევაში გამოსაზე გამსვლელების უმეტესობა არის გაჩერებაზე კონცენტრირებული, გას მიაჭირებ ახლა. გაჩერებაზე არ უნდა კონცენტრირდე. მოუხვია. გასწორდი. გაყევი მანქანას მანდეთ, გაზი. გაზი. წინ გვექნება ტესებული გზაჯვარედინი, საიდანაც გვინდა რომ მარცხნივ წავიდეთ. ემოძრავა. გას მიაჭირებ ახლა. აჰა. მას შემდეგ რაც ცოტა ვეჭხუბე, რაც კადრებში არ გამოვაჩინე, შეანელე ტორმოზით. არ გააჩერო. ჩართე მარცხნივ პავაროტნიკი, ჯერ გამოიჩინე მოსახვევი. აი ეგ. ეხლა ამას პავაროტნიკი რო ქონოდა ჩართული, მივხვდებოდით მარტივად, ხო? და ჯარი ცოტას წინ ოდნავ, მით. ოდნავ და აი მანდ გაჩერდი, რომ ჩანდეს ყველაფერი. აი ეგ. და ეხლა დააკვირდი, რომ აი აქ გზა გაგინთავისუფლდეს, მე დაიძრები და იქით უყურებ უკვე რა. ხო. მანამდეც უნდა გაიხედო, მან არ ჩანს არაფერი. დაიძარი. დაიძარი? დროულად. მარჯვნივ გაიხედე ცოტა. აჰა, გას მიაჭირებ ახლა და წინო გააგრძელე გზა, გაზით ოღონდ არ უნდა შეფერხდე. მარჯვნივ პავაროტნიკი ჩართე და მარჯვენა ზოლში გადმოდი. აი ეგ. გასწორდი მაგ ზოლში, აი მასე იმოძრავ. გაიხედე იქით. როლი არ გადაუკრა, არც ბარდიულს არ მიეწება და როლი არ გადაუკრა. შეანელე, რული არ გადაუკრა, თქო და ეგრევე რული გადაკრა. შეანელე, შენ მარჯვნივ ცოტა მარჯვნივ, შენოლდი უფრო, ნახე ორმოებია წინ, კიდე შეანელე უფრო მარჯვნივ ცოტა. მარცხნივ თუ ორმოა მარჯვნივ, გაზი ახლა და გაიყვანე მანქანა აქედან. აი ეგრე, ცოტა კიდე მარჯვნივ გამოწიე, არ ჩახტე იმ ორმოებში. აი ეგრე, ცოტა მარცხნივ ახლა და გაზი. მეტი გაზი. გავწდით უკვე ყველაფერს, ანუ აღარ შეაფერხო მოძრაობა. აი ეგრე. მოძრავა. წინ 100 მეტრში გვინდა რომ მარჯვნივ შევუხვიოთ, ხო? იმოძრავა. კი. ამიტომ გაიხედები მარჯვენა სარკეში, ჩართავ მარჯვნივ პავაროტნიკს და გადმოხვალ მარჯვენა ზოლში. გაცდი იმ მონაკვეთში იმასაც, ნახე, აი ამასაც გაცდი. აი ეგრე და შემოდი ზოლში. და შუქნიშანთან გაჩერდი. ეხლა აქ არის ისეთი მოსახვევი. მიიყვანე მანქანასთან წესების დაცვით. აქ არის ისეთი მოსახვევი, სადაც რულს თუ ძალიან დაკეცავ მარჯვნივ, ახტები ბარდიულზე. ამიტომ გამოიყენე მაქსიმალურად ის მომენტები, რაც გასწავლე. ანუ ნუ ეჭიდავები საჭეს. ჩართე მარჯვნივ მოხვევის მაშუქი.
საყვარელი. არა ხო ბარდულზე დაგეხმარები მეც. მაგრამ ხანდახან ვაძლევ ხოლმე უფლებას რომ ავიდნენ, რომ აი როგორ მომენტია, იცი როცა ურჩია, ხო, როცა ურჩია და ანუ როცა ვერ ხვდება იმას, რასაც 1-10 ჯერ უხსნი რა, მაგ დროს ანუ ჩვეულებრივად ვაკეთებინებ ეგეთ რაღაც მარტივად რა, ანუ არაფერს არ ვეუბნები, სანამ არ წყვიტავს და არ გააჩერებს მანქანას, დაძარი. მეც გეხმარები, მით. გაზი. არ აჩქარდე ზედმეტად. აჰა, შენელდი ოდნავ გასაუში, მოუხვიე კარგად. აი ეგრე, ეხა გაუშალერული იქით, გაზი. მარჯვნივ. აი ეგრე. ცოტა მარჯვნივ. გაასწორე საჭი. აი მას. ქეითა გადასასვლელი გაგწინ, დაფარული არის მანქანებით. მომენტი არის რომ ვერ ხედავ, ამიტომ ნელა უნდა გაიარო. გაზი და გაყევი მაგ გზას. რუსთავში ესეთი აღმართები შენ არ შეგხვდება. მაგრამ ცუდი გზები შეგხვდება რა. თუ თელავში? თელავში შეგხვდება აღმართები. თელავში სხვადასხვა სხვა გზებზეც უნდა გატარო მე თელავისთვის. ანუ ცოტა ისეთ ვიწრო გზებისთვისაც უნდა მოგამზადო და გადასახვევებისთვის რა. გაზი. ეროვნული გამოცდებია ჩვენთან და იმენი ხალხია. შეანელე არიჩქარო, წინ ხელოვნური უსწორმასწორობა, გაზი. აი მას. კარგი ხარ ეგრე იარე. ცოტა მარცხნივ გაწია წინ ორმოა და შეანელე მანქანა. შეანელე წინ მანქანები ჩერდებიან. გახსოვს როდის გითხარი შეანელეთ, ხო? ამ მანქანის იქითაც ხო ხედავ რომ მანქანებია. თუ ამის წინ მყოფი ავტომობილი ჩერდება, დაძარი. ესეც გაჩერდება, ხო არ გაივლის? მოკლედ ყველაზე ურჩ მოსწავლესთან გაკვეთილმა ასე თუ ისე ჩაიარა. ცუდად არ ჩაულია ყოველ შემთხვევაში, გადარჩენილები ვართ ორივე.